სინოდის ხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართება კანდიდატების სახელებს ხმამაღლა წაიკითხავენ, შემდეგ კი ბარათებს, რომლებზეც სინოდის წევრებმა არჩევანი დააფიქსირეს, დაწვავენ. ხმების დამხმარელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობს. სინოდის ხდომა უკვე 3 საათია მიმდინარეობს. დღევანდელ შეკრებას 38 მღვდელმთავარი ესწრება. ხდომაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ იმყოფება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ. ირაკლი კირცხალიან პარლამენტში საკუთარი გამოსვლა ივანიშვილის ქებას მიუწვდა. პლენარულ ხდომაზე ოცნების თითქმის ყველა დეპუტატი სიტყვა ივანიშვილსა და მის საქველმოქმედო საქმიანობაზე საუბარს დაეთმო. მიზნ ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება მისი პოლიტიკაში შემოსვლა იყო, თქვა ნინო წილოსანმა. სავარაუდოდ დედაქალაქში თხევადი გაზის სადგურები დაიკეტება, ამბობს ბიზნეს პრეს ნიუსთან თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი. ნიკა ხოფერიას თქმით, მიზეზი ის არის, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტების დაჯარიმების პროცესი გრძელდება. კახეთში კაცმა ყოფილ ცოლზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალა და შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში მოხდა. კაცმა 29 წლის ქალის სახლში უნებართვოდ შეაღწია. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ყოფილ ცოლს.